მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აგორა პოდკასტში. მოხარვალები ვართ რომ გვისმენთ და შემოგვიერთდით. იმედია საინტერესო საუბარი და განხილვა გამოგვივა. ეს იქნება ჩვენი მეორე სპეციალური ეპიზოდი და შეგვიძლია დავიწყოთ. დღეს ვისაუბრებთ თუ რა მედიას მოვიხმართ, რას ვუყურებთ, რას ვკითხულობთ და ამ ყველაფერს როგორ ვარჩევთ ან საიდან გაგვიჩნდა ინტერესი. მოდი ჯერ სანამ აქამდე მივალთ, ერთი-ორი სიტყვა თქვა საერთოდ კონტენტზე და მედიაზე. ეს უბრალოდ გართობა არ არის, ან ჩვევა არ არის, რუტინა არ არის ჩვენი ცხოვრების, უფრო მეტიც აყალიბებს პირდაპირ როგორ ფიქრობთ, როგორ ვზნობთ თავს, ან ზოგადად როგორ უკავშირდებით ამ ყველას საკუთარ თავს. ასე რომ ხო იცი გამოთქმაც არის ნახევარ ხუნობით ან სერიოზულადაც შეიძლება ალბათ მანახე შენი სოციალური ქსელების ფიდი და გეტყვი როგორი ადამიანი ხარ. ეს გადააკეთეს გამოთქმა მეგობრების მანახე შენი მეგობრები და სოციალური და გეტყვი როგორი ადამიანი ხარ, აი მაგას მოარკეს. გასაგებია. ხო, იმიტომ რომ პირდაპირ სარკე არის შემდგომარეობაში ვართ მენტალურად, ემოციურად და ზოგადად ჩვენი რაობა რა არის. არ მომფრო ეს პირდაპირ გამოხატულება ჩვენი საკუთარ თავის იდენტობის, თუმცა რაღაცებს ამბობს. ალბათ იმით დავიწყოთ, რომ სოციალურ მედიაზე რასაც უყურებ და რასაც მოიხმარ, ეს ყველაფერი ადამიანის შინაგან მეზე საუბრობს და მიუთითებს. და ამიტომ მართლაც გეთანხმები, რომ მარტივია ამოცნობა ადამიანის იმის მიხედვით თუ რას უყურებს და რას კითხულობს. ზუსტად იმის ასახვა მოახდინე, რის თქმასაც ვაპირებდი და ცდილობდი. ალბათ ეს იმიდან გამომდინარეობს, რომ ეს აშკარა რამაა, ყველა ასე თვლის და დღესდღეობით თან კონტენტი რაღაც მხრივ შეიცვალა, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანები ბევრად უფრო ტექნოლოგიაზე დამოკიდებულები გახდნენ და ეს კონტენტი რაც იქმნება და რაც იწერება, უფრო ყურადღების მისაპყრობა და გაკეთებული ვიდრე რაიმე აზრის გამომწვევიან დამაფიქრებელი. ხო, აი რაოდენობა და ეს ციფრული პრეზენცია ზახიან გახდა პრიორიტეტული და არა ხარისხი, თვისობრივი შემცველობა ამ თვინად კონტენტის. მოდი შორს ვარ წავიდეთ, მე დავიწყებ. რაც პირველი მომივეთ თავში, შენ შეგიძლია გააგზელო ან დააკომენტარო და მოკლედ ამ პინგ-პონგის რეჟიმში შეიძლება წავიყვანოთ ეს ჩვენი დიალოგი. აი ჩემს პლეილისტს ჩამოვყევ YouTube-ზე, რაც თუნდაც აი მოვიხმარე წარსულში ან დაგეგმილი მაქსიმუმში უყურო და დაინტერესებული ვარ. პირველი ამომიგდო მაიკლ სერგრიქვია, ასეთი კაცი არის ფილოსოფოსი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტში და მისი სხვადასხვა ციკლი არის ფილოსოფიური ლექციების. ჩემი ეს კარგი რესურსი არის, საგანმანათლებლო ინტელექტუალური აქტივია, რომლის მოხმარებაც საკმაოდ საინტერესო და ინფორმატიული იქნება. თან გასაგებდა პოპულარულ ენაზე ხსნის ადამიანი ყველაფერს, რაც იშვიათობა არის ფილოსოფიურ სამყაროში. ბარემ ამ თემაზე დავჩერდ. გიჩვენეთ კიდე რომ ჩვენაც ძალიან ინტენსიურად მოვიხმარდი ერთი პერიოდი, თუმცა ეს პროექტი შეწყდა, Overthink podcast-ი ქვია. აქ განიხილავენ სხვა თემებს, როგორც არის მაგალითად ავთენტურობა, ინტელექტუალების იჩუმე და საერთოდ ცხოვრობთ. საკმაოდ ხმა არის, საკმაოდ ძაფრი და ინტენსიური პოდკასტია. თუმცა შეიძლება ისე გაგიტაცოთ, რომ დროის გაიპაროს, ვერც კი გაიგოთ. მეც ახლა საკუთარ YouTube feed-ს ვუყურებ და განსაკუთრებით კონცენტრირდები ჩემს liked ვიდეოებზე, რაც რეალურად YouTube-ს ხშირად ვუყურებ და მოვიხმარ, მაგრამ ლაიქებში მხოლოდ ამჟამად 51 ვიდეო მაქვს. და ძირითადად აქ არის ასეთი რამ, პერსონაჟების ახსნა, პარადოქსების ახსნა, ამასთანავე დოკუმენტურ სტილში გადაღებული ვიდეოები და ისეთ ვიდეოები, რაც კონცენტრირდება
ადამიანის ფსიქოლოგიაზე თუ რატომ აკეთებს ადამიანი სხვა რაიმეს, რატომ მოიხმარს კონტენტს, რომელიც სხვებისთვის შეიძლება არ იყოს მოსაწონი. ამ ყველაფრის ადამიანის საერთო ჯამში ფსიქოლოგიური ახსნა და ამასთანავე პერსონაჟების მოტივებზე დაკავშირებული ვიდეოები. ზოგადად კონკრეტული არხი ან ინფლუენსერი ხوار მოგაკონდა, რომელიც ამ თემებზე შენთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. მხოლოდ ერთია, რომელსაც ხშირად ვუყურებ და ამორჩევით, რადგანაც ხშირად თამაშობ ხოლმე Daryl Talks Games, ასეთი იუთუბერია, რომელიც საუბრობს პირველ რიგში იმაზე თუ ზოგიერთი თამაში რატომ იზიდავს ადამიანს და რა გადაწყვეტს თუ რის მიხედვით არჩევს ადამიანი თამაშს და რა მოწონს თამაში. ანუ ამ ყველაფრის ახსნას. საინტერესოა მით უმეტეს ისეთი ადამიანისთვის ჩემი სახით, რომელიც თამაშს არ თამაშობს. აი რაც შეეხება ცხოვრების თამაშს, ეს თამაში როგორ ითამაშო, როგორ წახვიდე წინ, მე გირჩევდით Danko. ეს კაცი არის ინფლუენსერი, კონტენტ კრეატორი, ძალიან საინტერესო პოსტები აქვს სოციალურ განსაკუთრებით Twitter-ზე. აქ ძალიან ხარისხიანი მაღალი დონის ნიუსლეტერი და ასევე საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებულ კონტენტს აკეთებს YouTube-ზე და მგონი პოდკასტის სახით ეხა Spotify-ზე გამოჩნდება. ამ ტიპის მოაზროვნე და ინტელექტუალი არის ჯონათან ბი, რომელიც აი მარტივ ენაზე გასაგებად ხნის ძალიან თუ ძალიან კონცეპტუალურ თემებს. ასე რატომაც არა ჩემი აზრით ცდად ღირს და საკმაოდ საინტერესო არის. აქვე რადგანაც პოდკასტი ახსენე და რადგანაც ჩვენ საერთოდ პოდკასტებით დაინტერესებული ვართ, გეტყვით იმ პოდკასტების შესახებ, რასაც მე ვუსმენ ხოლმე. პირველ რიგში მინდა დავიწყო How to Take Over the World-ით, რომელსაც როგორც ვიცი შენც უცმენ. საერთოდ მე გიჩიეკ პოდკასტი. ხო, მე შენ ვირჩიეკ პოდკასტი და მეც ასე ვთქვათ შემიყვარდა, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია და ამასთანავე როგორც ისტორიის დიდი მოტყფე და მოყვარული ვუსმენ The Rest is Histories, რომლებიც ორი რეალურად ისტორიკოსი, რომლებიც ხსნიან სხვა ისტორიულ ფენომენებს ძალზე დეტალურად. და საქართველოში კიდევ ერთადერთი პოდკასტია, რომელსაც ვუსმენ და ეს არის ალბათ ბევრისთვის ცნობილი ვარდოსანიძის არასერიოზული პოდკასტი. სიმართლე გითხრა, ჩემი პოდკასტების სიაც დიდ განსხვავებული არ არის. მაგ პოდკასტებს ვუსმენ ინტენსიურად, ასე ვთქვათ, ხშირად და იშვიათად ამბობთ, რომ რამდენიმე საათი ახალი პოდკასტი, თუმცა უხეიროთ, ვერ ჩამიტრია, დიდად არ დავინტერესდი. ასე რომ რას დავამატებდი, მეც აუცილებლად გიშევით რომ ამ პოდკასტს მოусვინოთ. აი ქართულ პოდკასტად შეეხება დავამატებდი კიდე მწარე პოდკასტს, რომელიც ცოტა სპეციფიურია და ისტორიულ თემებს შეეხება, მაგრამ საკმაოდ კარგი პოდკასტია და ჩემი აზრით უამრავ ადამიანს და განსაკუთრებით ჩვენს მსმენელებს დაინტერესებთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და ასე მჯერა. ამასთანავე, როგორც ვიცი, ხშირად კითხულობ წიგნებს და დაინტერესებული ხარ, საერთოდ მოყვარული ხარ წიგნების. მაინტერესებს როგორ არჩევ წიგნებს, რისი წაკითხვაც გინდა და საერთოდ რას კითხულობ ხოლმე, ან ფავორიტი ავტორიც თუ გაქვს. იცი რა, აი ბიბლიოთეკაში ან წიგნების მაღაზიაში როცა შევდივარ, ხვდები რამდენად პატარა ნაწილაკი პროგრამის მოყაროში და რამდენად დიდი არის ადამიანის აზროვნება და კრეატიულობა. შესაბამისად, წიგნების არჩევა ძალიან რთული არის. უამრავი წიგნი არ არის საქართველოში მაგალითად ხელმისაწვდომი. და მე მაქვს ასეთი რაღაცნაირი ტრადიცია თუ რუტინა დავარქვა. რამდენიმე ტიპის წერით, ასე ვთქვათ, კონტენტს მოვიხმარ. ერთი არის, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ჩემს ასე ვთქვათ, პროფესიასთან, კარიერასთან, ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული წიგნები ან ასე ვთქვათ, გამოცემები. სხვა თემებზე იქნება ეს ფილოსოფია, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები. ამასთან ერთად პარალელურად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც ჩემი ეს ადამიანის შინაგან სამყაროს კვებავი არის. და ასე თუ ისე, რაზმად ჩემი დილა და საღამოს რუტინა არის გაზეთების, ჟურნალების თუ გამოცემების კითხვა, რომელიც მეხმარება გავიგო სამყაროში რა ხდება და მქონდეს ეს ინფორმაცია. და
მოდი ვიტყოდი რომ კიდე ერთ-ერთი ტიპი არის ზოგადად ადამიანურ თემებზე რაღაცების წაკითხვა. იქნება ესეების კრებული, ლექსები, სხვა ტიპის ლიტერატურული ჟანრი. მან თუნდაც ფსიქოლოგიური self-help ბუქებსაც ეძახიან კატეგორია. ასე რომ ცდილობ რომ მრავალფეროვანი წერითი მასალა მივიღო, იმიტომ რომ ეს არის, როგორ თქვა, რასაც კითხულობ, იმას წერ, იმას ფიქრობ, იმას ლაპარაკობ. ასე რომ როგორც აი კვება და დიეტა არის მნიშვნელოვანი, ისე გადამწყვეტი და აუცილებელი არის ხარისხიანი და მაღალი დონის კონტენტის მოხმარება. ჩვენ ყოველდღიურობის საუბრებიდან უფრო აშკარავდება, რომ ამ მხრივ ჩვენი გემოვნება ბევრად განსხვავდება. იმიტომ რომ შენ ხშირად ეცნობი ჰუმანიტარულ, სოციოლოგიურ და ასე შემდეგ კონტენტს, წიგნებს. მე კიდევ შედარებით სხვა ინტერესები მაქვს წიგნებში. ანუ პირველ რიგში ვარ ფენტაზის დიდი მოყვარული, რაც ალბათ იმისთან არის აშკარა, რომ პირველ ეპიზოდში როგორ გავადიდე სამეფო კარის თამაშები და როგორი მოთხრა ვარ მარტინის. არ ხარ ერთადერთი. ხო, და ამასთანავე მიყვარს ისტორიული წყაროების კითხვა, რასაც ვიპოვი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული. თუ თვლი რომ ეს საინტერესოა, შემითრევს ხოლმე, ხდება რომ უბრალოდ რაღაც ფაქტი დამიგუგლავს, ასე რომ ვთქვათ, და დიდი არტიკლი ამოშლია, რის კითხვაშიც გამიტარებია საათები და უბრალოდ ვიაზრებდი იმას თუ მე როგორი შეხედულება მქონდა ამ ფაქტთან და რა ვიცოდი არასწორად და ასე შემდეგ. იცი რა, ჩემი ასეთ გემოვნების და პრეფერენციების მიხედვით შეიძლება ჩვენ შორის განსხვავებები იყოს, მაგრამ მოვიხმართ რამდენიმე საერთო პლატფორმას. მაგალითად, როგორც არის Google-ი, რომ ეს რაღაცა წიგნებთან ხელმისაწვდომობა კონდეს PDF ვერსიათან, თუნდაც აი როგორც შეთქვი კომიქსების საკითხით ან მანგას საკითხით. ასევე ფილმოსაც მანდ უყურებთ არა სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმაზე, მაგრამ საქართველოში რაღაც ეს პირატული პრაქტიკა რო გავრცელებულია. მოდი ვამხილოთ ჩვენი თავები. სერიალებს და ფილმებს ციტატ ყველა მანდ უყურებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. რაღაც ამას თავისი მუამი და მუხტი აქვს განსხვავებული. სიმარტივეც აქვს ალბათ, რომ ყველაფერი ერთ საიტზეა და არა სხვა საიტებზე და subscription-ების ყიდვა არ გიწევს. ძველ დროში იყო ეგრე, მაგრამ ეხა მგონი გვიწევს ეგეთი არალეგალური შემოვლილი გზებით სიამოვნების მიღება. კიდე რა თქმა უნდა YouTube, Spotify არის ჩვენი პლატფორმა, რა თქმა პირველ რიგში ალბათ პოდკასტებისთვის და YouTube ალბათ უფრო მეტად შეარებულად, ხო? ნუ ხო, YouTube-ზე გასართობ კონტენტსაც ვუყურებ ხოლმე, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ თამაშებთან დაკავშირებით, მაგრამ საინტერესოა ისაა, რომ YouTube-ის ალგორითმი ამ ყველაფერს რო აანალიზებს და გიგდებს თანდათან, რასაც YouTube-ის AI თვლის, რომ შენთვის უფრო საინტერესო იქნება, როგორი შერწყმა გამოდის კონტენტის, აი აქ რო scroll-ავ ჩემს feeds, ბევრად უფრო არეულია, ვიდრე მე წარმოვედგინე. და იცი რას დავაკვირდი, ჩვენში არ დომინირებს ქართული კონტენტი. ქართული ენაზე შექმნილი რაღაც კონტენტი. მე რეალურად ქართული კონტენტი და მხოლოდ ვარდაშანიძის პოდკასტს ვუყურებ და ამავე დროს კაკოს ვიდეოებს ვუყურებ, იმიტომ რომ ამაზონში მოგზაურობა საინტერესო იყო, რა თქმა უნდა. მე გულწრფელად რო გითხრა, მეც მაგ გემზე ვარ. თან ამასთან ვცდილობ რომ ადგილობრივ ქართულ მწერლებს ხარი დავუჭირო. ვცდილობ შევიძინო მათი წიგნები, რაც მაინტერესებს და ჩემთვის ვფიქრობ რომ მისაღები იქნება. შესაბამისად, ალბათ ეგ-ერთი განსხვავება არის, მაგრამ აი ამ რაღაცა ტიპის ალტერნატიული კონტენტის პლატფორმები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში, ჩემი აზრით, საკმაოდ მინიმალურად არის წარმოდგენილი. თუ არ ჩავთვლით რაღაცა უცხოურიდან განმოქართულებულ პროექტებს ან პლატფორმებს, ან ხო რა ვიცი, რაც ყველა ქვეყანაში არის და საერთაშორისო ფრენჩაიზები არის და საქართველოში წარმოდგენილები არის. კიდევ რაც მინდოდა რომ წიგნებთან დაკავშირებით დამემატებინა წერან დამავიწყდა. ანუ წიგნის წაკითხვა, როცა ადამიანს აზრად მოდის, ალბათ ფიზიკურ წიგნზეა საუბარი, მაგრამ მე როგორც შემომჩნიე, ფიზიკური წიგნის წაკითხვა ბევრად უფრო მიჭირს, ვიდრე PDF ფორმაში. ეს ალბათ პირველ რიგში ჩემთვის, იმიტომ რომ
როცა ვკითხულობ რაიმეს მიყვარს სიარული და სეირნობა. საერთოდ სახლს წრეს ვურტყამ ხოლმე ან გარეთ გავდივარ და ისე ვკითხულობ. და არის ადამიანთა ის კატეგორია, რომელთაც ანუ ფიზიკურად თუ არ კითხულობენ წიგნს, ისე არ შეუძლიათ. შენ როგორ ხარ ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ, რომ წიგნი ფიზიკურად წაიკითხე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ინტიმური შეგრძნება და გამოცდილება, მაგრამ შენ კარგად იცი, რომ მე დიდი გულშემატკივარი ვარ და ფანი ვარ და მომხმარებელი ვარ ყოველდღიურობაში Kindle-ის. ეს არის ჩემი აღმოჩენა, პორტაბელური ბიბლიოთეკა არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ წიგნში შეიძლება კონდეს ხელმისაწვდომობა და დათქმე წიგნის კითხვის პროცესით, ამიტომაც იცი არ დავიწყებ ხა რომელიმე ფორმის ან მეთოდის დამწერებას ან აღმატებობას, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ წიგნი აუცილებლად წაიკითხეთ, იმიტომ რომ ეს არის როგორ თქვა, სუფთა ჰაერი ტვინისთვის. ამასთან იმას დავამატებდი, რომ რაც შეიძლება მეტი მე არ ვამბობ რაღაც ობსესია და დისფუნქცია დაგემართოთ იმ კონტენტის მოხმარებისგან, მაგრამ რაც შეიძლება მეტ განსხვავებულ თქვენთვის უცხო და საინტერესო კონტენტს დაუთმეთ დრო და ასე ვთქვათ ეს თქვენი ყურადღება. როცა მართლა ჩვენი ყურადღებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს მთლიან სამყაროში ყველა ინდუსტრიიდან, ყველა მხრიდან. ასე რომ რატომაც არა თუ დროს ვატარებთ აი ესე ვთქვათ ჩვენს გემოზე, ჩვენს შუაზე, გავატაროთ ხარისხიანად, ისევ ჩვენ თავს მოვახმაროთ და ით ასამახსოვრებლოთ ეს დრო რო გავა და არ გახსოვს რა მოიხმარი ან არ გააკეთე, ჩემი ეს ეგარ გაუცნობიერებელი და წარმავალი აწნეთ ადამიანური როგორ თქვა ეს დანაკარგი არის, დანახარჯი არის. ამასთანავე მედიაზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა გვავიწყდეს მუსიკა და საერთოდ ხალხს ახასიათებს ასეთი რამე, რომ YouTube-ის მუსიკის ზოგადად pop კულტურას გულისხმობ. იმიტომ რომ როგორც მე ვამჩნევ საერთოდ საზოგადოებაში ადამიანები უფრო ხშირად უსმენენ მუსიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე სხვა ნებისმიერ სახის კონტენტს მოიხმარენ. რასაც მე პირადად არ ვემხრობი, იმიტომ რომ ვიცი ბევრ ადამიანისთვის მუსიკა ანუ განსაკუთრებულია და რაღაც ემოციების გამომწვევი, მაგრამ მე პირადად ასეთ რამეს ვერ ვხედავ მუსიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვუსმენ მეც კი, მაგრამ ეს უფრო იმით არის გამოწვეული, რომ casual light თამაშებს რო ვთამაშობ, მუსიკის მოსმენა რაღაცნაირად მატებს. ეს რაღაცნაირად background ხმაურია ხო შენთვის თუ რა შეგრძნებებისთვის მაგალითად რო აღიხსნა? მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ, რომ ყველაფრის კეთება მიყვარს ხმაურში. ეს ალბათ იმიდან მომდინარეობს, რომ ბავშვობაში როცა მეცადინეობდი ხოლმე და სკოლის დავალებას ვაკეთებდი, ჩემს სახლში თითქმის არასდროს არ იყო სიწყნარე და რაღაც დონემდე შევეჩვია იმ ფაქტს და უფრო ჩვევად მაქვს, რომ უკვე სიწყნარე ანუ არ მსიამოვნებს ეს ხმაური და ეს რაღაც ემოციურობა ჩემთვის აზროვნების სტიმულატორია, ასე რომ ვთქვათ. ანუ შენ ამბობ, რომ შენი ემოციური და ინტელექტუალური აზროვნების წინაპირობა და რასაც ადაპტაცია მოხდინა ამასთან და შენ სასიკეთოდ იყენებ. მაგრამ ისიც არის, რომ შეიძლება რაღაცას ემოციური და შინაგანი სინდრომი არის მდგომა, რომელიც აიხსნება ეს ტენდენცია. ან საერთოდაც როგორც შენ თქვი, გამომშრალებული პრაქტიკა არის. ალბათ გამომშრალებულია, იმიტომ რომ ანუ თუ ვზივარ მაგიდასთან და ესე ვწერ, ანუ ვკითხულობ რამეს, მაშინ თითქოს ყოველთვის მუსიკა მაქვს ჩართული. თუ ასე არ ვიქცევი, მაშინ დავდივარ და ისე ვკითხულობ, ან ისე ვფიქრობ რაიმეზე. ანუ ან ერთი უნდა ვქნა, ან მეორე, ისე არ გამომდის. იცი რა მოინტერესდა, ცნობის მოყავებიდან ამომდინარე გეკითხები გულწრფელად ამბავს. ეს ხო რაღაცნაირად საკუთარი თავის გაქცევა ხო არ არის და ამ აუტონალიზმის სუბიექტისგან, რომელიც ადამიანს აკრავს გარშემო და მის ეგზისტენციას. ალბათ შესაძლოა რომ ასეთი რამე იყოს ბევრისთვის. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს არ გავუგებარ პირიქით, ანუ სიარული და საერთოდ სიარული ძირითადად ჩემთვის იმდენად
დიდი ჩვევაა უკვე, რომ და საკმაოდ ფილოსოფიური. ხო, სხვა შორის ბევრ ადამიანს და ბევრ დიდ ადამიანს ჩვევია ხოლმე, რომ სეირნობის ან ასეთი რაიმე ფიზიკური აქტივობის დროს მოდით საერთოდ დიდი აზრები. მგონი დრო რომ ბოლოსკენ გავიდეთ, იმიტომ რომ მე ვაკვირდები საკმაოდ ფილოსოფიურად, ხომავდებით და შორს მივდივართ და მოვლისთვის მოვიტოვოთ ეს დიალოგი და ეს გასაუბრების თემა. რა შეიძლება ითქვას, ხო? პირველ რიგში მინდა რომ შეგახსენოთ რომ გვაქვს უამრავი სხვადასხვა სოციალური ქსელები და პლატფორმები, Spotify-ან დაწყებული, TikTok-ით დასრულებული, სტრიმინგ პლატფორმებში შეიქმნება რა თქმა უნდა Spotify, როგორც თქვი და YouTube-ი, სოციალური ქსელების მიმართულებით Facebook-ი, Instagram-ი და ნუ აც უკვე ნახსენები TikTok-ი, გთხოვთ რომ დაინტერესების და მოწონების შემთხვევაში გამოგვიწეროთ, გამოხატოთ თქვენი რეაქცია, რამე შემოთავაზებათ, უკან კომენტარი აუცილებლად დაგვიტოვეთ, მოგწერეთ და ძალიან გაგვიხარდება და გვესიამოვნება თუ გავუზიარებთ სხვა ადამიანებს, რომელსაც ფიქრობთ, რომ მათთვის რაღაც ხირებული და მნიშვნელოვანი იქნება ეს პოდკასტი. აქვე რაც წინა ეპიზოდში სხვა შორის დავწოდა აუცილებლად მოგეხსენებინა მართალია. პატარა მადლობა Webster-ის უნივერსიტეტს, რომელიც ყოველ ეპიზოდში ვამბობთ, რომ გვიქმნიან იმ კომფორტს და გვაწვდიან ტექნოლოგიას, რათა ეს ეპიზოდები ჩავწეროთ და თქვენ მოგაწოდოთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ და განმეორდები, სამწუხაროდ ეს პატარა დეტალი გაგვიყარა წინა სპეშალში. ხო. თუმცა გვიყვება პირველი სპეშალი იყო, მაგრამ არ იყო ჩვენი პირველი პოდკასტი ზოგადად. მინდა მადლობა გამოვხატო Webster-ის უნივერსიტეტის მიმართ. დიდი მადლობა Webster-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლობას საქართველოში, მათ ადმინისტრაციას, როგორც შეგვიგან და მხარს გვიჭერენ მათი ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარების გარეშე. ეს რაღაცნაირად ჩვენი დიალოგი და გასაუბრება თქვენამდე ამ ფორმატში ნამდვილად ვერ მოვიდოდა. ხო და მოდი ასეთ რამეს ვიტყოდი. ჩვენ ტრადიციული ფრაზა არის, რაღაცნაირად ჩვენ ვკავშირდება უკვე პრივატიზება, მონოპოლიზება მოახდინეთ თუ პრივატიზება, როგორც რაც გინათის დააკვირდით. პრივატიზება უფრო აკვირდია. ალბათ. ჩვენი დიალოგი აქ მთავრდება, მაგრამ აზრები, კითხვები და კამათი გრძელდება, როგორც ყველაზე ადამიანური აქტივობა. აგერ რჩება და იქნება გახსნილი ყველასთვის და რაც დავარია ნებისმიერ დროს. დროებით შემდეგ ეპიზოდამდე.